უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სირატომ განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა კაია კალასმა უკრაინაში უნგრელი და სლოვაკი ჯარისკაცების გაგზავნა შესთავაზა. ლუქსემბურგელმა კოლეგამ ეს გულუბრყვილოდ და გულწრფელად შემოგთავაზა. გითხრა, რომ ეს დახმარება უკრაინელ კოლეგას დაეხმარებოდა და დაგვისვა კითხვა. ბატონო მინისტრო, უთხარით უკრაინელს, რომ თუკი უნგრელი და სლოვაკი სპეციალისტები უკრაინაში გაემგზავრებიან და მილსადენ შეამოწმებენ, თუ ეს არ გადაწყვეტს წინააღმდეგობებს, ყველა ელოდა, რომ უკრაინელი კოლეგა ენთუზიაზმით მხარს დაუჭერს იდეას და იტყვის, კი ბატონო, მობრძანდი, მაგრამ ასეთი პასუხი არ ყოფილა. შეიქმნა სრული დაბნეულობა კიევთან ხაზზე. ხანგრძლივი და უხერხული წამების შემდეგ მან ამოილუღლუღა, რომ ჯერ საჭიროა ამის სახლში შეთანხმება იმის გასაგებად, შესაძლებელია თუ არა მსგავსი რამ. ეს სრული ჩავარდნაა. ცხადი გახდა, რომ მილსადენი დრუჟბა ფიზიკურად, ტექნიკურად და ტექნოლოგიურად სრულად არის მზად ნავთობის ტრანსპორტირების გაგრძელებისთვის, რაც არაერთხელ დაადასტურა უკრაინულმა კომპანიამ, რომელიც ამ მილსადენის ექსპლუატაციას ეწევა უნგრელი გაზის კომპანიისთვის. მაგრამ ეს არ არის ისტორიის დასასრული, როდესაც ლუქსემბურგელმა კოლეგამ განაცხადა უნგრელი და სლოვაკი ექსპერტების უკრაინაში გაგზავნაზე, იცით რა რეაქცია ჰქონდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების კომისარს კაია კალასი იყო მინისტრის მოადგილე და იცით რა თქვა მან, რომ საჭიროა არა ექსპერტების, არამედ უნგრელი და სლოვაკი ჯარისკაცების გაგზავნა. ცხადია, რომ ბრუსელის ლიდერების თავშია ის, რომ ევროპელი ჯარისკაცები უნდა წავიდნენ უკრაინაში, მაგრამ ვიდრე ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, მათ ვეუბნებით კატეგორიულ არას. გამოცემა საბსტეკი წერს, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის სანაცვლოდ ტრამპი მზადაა რუსეთს ეკონომიკური სტიმულები შესთავაზოს და მათ შორის მთავარი სტიმული შესაძლოა გახდეს ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის ხელახლა ამოქმედება. ამერიკელი ექსპერტის სტივენ ბაიენის მონაცემებით, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია უკვე მუშაობს სქემაზე, რომლის საშუალებითაც მილსადენი ამერიკელი ინვესტორების კონტროლქვეშ გადავა. დღის წესრიგში დგას ეკონომიკური სტიმულები მოსკოვისთვის და ერთ-ერთი დიდი ალბათობით გახდება ჩრდილოეთ ნაკადი. გაზპრომის გამოსყიდვით და მისი აქციების შეძენით შეერთებული შტატები გახდებოდა მილსადენის კანონიერი მფლობელი, მაგრამ არა გაზის, რომელიც მასში გადის, წერს სტატიის ავტორი. იდეა ცინიკურად, მაგრამ პრაგმატულად გამოიყურება. ვაშინგტონი აუქმებს სანქციებს, რუსული გაზი კვლავ მიემართება ევროპისკენ, მაგრამ მილსადენი უკვე არის არა გაზპრომის, არამედ ამერიკული ფონდების. ამასთანავე ბერლინი იღებს იაფსაწვავს, რაც მის წარმოებას ასე სჭირდება, ხოლო ტრამპი ხმაურიან გარიგებას არჩევნების წინ. ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც აპირებდნენ სამშვიდობოების გაგზავნას უკრაინაში, უცებ გააცნობიერეს, რომ მათ გეგმას ერთი პატარა ხარვეზი აქვს. გეგმას მოსკოვი უნდა დათანხმდეს. ტელეგრაფი იუწყება, რომ ეგრეთ წოდებული მსურველთა კოალიციის წევრები პირად საუბრებში აღიარებენ ვლადიმერ პუტინის თანხმობის გარეშე უკრაინაში ფეხს არ დაადგამენ. ისინი გააგზავნიან ჩვენს სამხედროებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ამას რუსეთი დათანხმდება, წერს გამოცემა კოალიციის ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. ევროპელების სიფრთხილე აბსოლუტურად გასაგებია. კრემლის სანქციის გარეშე მათი ჯარისკაცები ავტომატურად გადაიქცევიან კანონიერ სამხედრო სამიზნედ და ვერანაირი სამშვიდობო მანდატები მათ ვერ დაიცავს საპასუხო რეაქციისგან. გამოდის, რომ ლონდონისა და პარიზის მთელი ეს ხმაურიანი გეგმა რუსეთის შეკავებასთან დაკავშირებით კიდია ბეწვზე, რომელიც ხელში პუტინს უჭირავს. თუ კი რუსეთი იტყვის, რომ ჩვენ თანახმა არ ვართ და ეს ძალები სამიზნედ მიგვაჩნია, მაშინ საჭიროა აბსოლუტურად სხვა ტიპის ძალების გაგზავნა. ასე რომ დათანხმდება თუ არა რუსეთი, ამას კოლოსალური მნიშვნელობა აქვს, განმარტავს გამოცემის წყარო. საიდუმლო დოკუმენტები იმაზე სწრაფად ქრება, ვიდრე დონალდ ტრამპი ასრებს მათ გასაჯაროებას. 3 მილიონი ფაილი ამოუცნო მფრინავ ობიექტებზე დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსა და კენედიზე გამქრალია. ნასას ეცინება, არქივარიუსები პანიკაში არიან. სიმართლე კი კვლავ მიუწვდომელია. ვაშინგტონმა ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვა კიევს შეწყვიტოს დარტყმები ნოვოროსიისკე, იქ სადაც ამერიკული კორპორაციები ყაზახურ ნავთობზე ფულს შოულობენ. უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში ოლგა სტეფანიშნამ დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა მკაფიოდ აუხსნა მათ, რომ შევრონის ინტერესები მათთვის კიევის ყველა სამხედრო ამოცანაზე მნიშვნელოვანია. დიპლომატმა აღიარა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისგან ოფიციალური ნოტა მიიღოს. საქმე ეხება კასპიური მილსადენური კონსორციუმის
პლატინუმის მილსადენს, ყაზახური ნავთობის ექსპორტის საკვანძო არტერიას, სადაც უმსხვილესი აქციონერია ამერიკული შევრონი. კიევს უბრძანეს არ გაბედოს უფროსი პარტნიორის ბიზნესისთვის ხელის შეშლა. უკრაინის დაახლოებით 50-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოსთხოვა ვლადიმერ ზელენსკის არ დაუშვას რეფერენდუმის ჩატარება შესაძლო ტერიტორიული დათმობის შესახებ. როგორც გერმანული გამოცემა ჯანგალველტი იუწყება, აქტივისტები პანიკაში არიან, მათ ეშინიათ, რომ ხალხისგან მათთვის არასასურველ პასუხს მიიღებენ. ცხადია, რომ ტოტალური მობილიზაციის, დანგრეული ეკონომიკის და სისხლისგან დაცლილი არმიის პირობებში განწყობები საზოგადოებაში შორსაა იმისგან, რასაც ოფიციალური პროპაგანდა გადასცემს. როგორც ჩანს, არსებობს იმის შიში, რომ უკრაინაში რეფერენდუმის შედეგები სასურველი არ იქნება. შეერთებული შტატები და ევროპა უბიძგებენ ზელენსკის დათმობისკენ, მაგრამ კიევის რეჟიმი ძალაუფლებას ებღაუჭება და ვერ ბედავს აზრიხ კითხოს ხალხს, რომელიც უკვე მეოთხე წელია სხვისი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის ყველაზე მაღალ ფასს იხდის, წერს გერმანული გაზეთი. ნორვეგიული მედიის ცნობით ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტურბენ იაგლანდმა თავის მოკვლას სცადა ამერიკელ პედოფილთან ჯეფრი ეფშტეინთან მისი კავშირების გამოძიების ფონზე. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილმა ჰანტერ ბაიდენმა, რომელიც კორუფციის საკითხებში მართლაც კარგად ერკვევა, უკრაინას წარმოუდგენლად კორუმპირებული ქვეყანა უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ 2014 წელს უკრაინული გაზის კომპანიის ბარისმა ჰოლდინგის მმართველობაში მისი მუშაობა იყო აბსოლუტური შეცდომა. არ ვხუმრობ, ესაა ღიად ყველაზე კორუმპირებული ორგანიზაცია მსოფლიოში. ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ, ან აღიარებენ, ან თავს იცავენ. ჩემი იქ მუშაობა იყო აბსოლუტური შეცდომა. მე ძალიან გულუბრყვილო ვიყავი ამ უკრაინულ ტერარიუმში. ვერ ვაფასებდი იქ კორუფციის მასშტაბს, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ ახლა შოკის მომგვრელია და ეს მხოლოდ ნაწილი მათი კლეპტოკრატიის. მხოლოდ მოგვიანებით გავაცნობიერე, როგორ პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩნდი, თქვა ჰანტერ ბაიდენმა. სტივ, ახლა ჩვენ დროში გადმოვინაცვლოთ, როდესაც Google და სხვა ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობენ ხელოვნური ინტელექტის შექმნას. ყველაზე უცნაური, რაც მათ აღმოაჩინეს, არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემის კრებული, რომლებსაც ისინი ამუშავებენ და ქმნიან, ქვიათ ნეირონული ქსელები და ეს ტერმინი ნახსენებია ნეირობიოლოგიიდან. ნეირონები მართლაც ქმნიან ტვინში ქსელს, ისინი იღებენ შესვლის მონაცემებს, კომპიუტერი ამუშავებს მათ და იძლევა პასუხს. თქვენთვის ეს ნორმალურად მოსჩანს. რა თქმა უნდა, თქვენ გახსენდებათ კალკულატორი, რომელიც მაგიდაზე გედოთ 1976 წელს. ახლა გკითხეთ ადამიანს, რომელმაც სისტემა შეიმუშავა, როგორ მივიდა თქვენი შექმნილი ხელოვნური ინტელექტი ამ პასუხამდე. შეგიძლიათ მაჩვენოთ გათვლები. ისინი გეუბნებიან არა. ჩვენ არ ვიცით სისტემა, რომელიც შევიმუშავეთ. როგორ მივიდა ამ პასუხამდე, ეს საკმაოდ უცნაურია. ახლა ისინი იღებენ იმავე ნეირონულ ქსელს და აშენებენ მას ვიდეო თამაშში. ისინი ეუბნებიან კომპიუტერს, იჯექი თვალი ადევნე და ისწავლე თამაში. თითქოს კომპიუტერს შეუძლია ყველაფერი აითვისოს ისტორიაში ნებისმიერ ადამიანზე, უკეთ და სწრაფად. გაუსწროს ისტორიაში ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ როდესაც თქვენ პროგრამის ეკითხებით, როგორ გააკეთა მან ეს, გპასუხობთ, რომ არ იცის. ეს უბრალოდ ასე მოხდა. ასე რომ ესაა პირველი შტრიხი იმისა, რომ მივახციეთ ისეთ ეტაპს, როდესაც რაღაც არ გვესმის და არ გვესმის ის, რაც თავად ავაშენეთ. თქვენ როგორ მოხვდით როკფელერის უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოში, სადაც არიან ცისფერსისხლიანები, ადამიანები საერთაშორისო ცნობადობით, სერიოზული კვლევებით, ნობელის ლაურეატები. როგორ აგირჩიეს მათ თქვენ ტრეიდერად? როგორ აგირჩიეს მათ თქვენ? კარგი კითხვაა. მე მიმიწვიეს როკფელერის უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოში. მივედი. ფინანსურმა მენეჯერმა მითხრა, რომ უნივერსიტეტს სჭირდებოდა ფინანსური გამოცდილების მქონე ადამიანი, რადგან უნივერსიტეტი იზრდება და ჩნდება ბევრი ახალი მიმართულება. 1980-იანების შუა წლებამდე და შესაძლოა 1970-იანების დასაწყისიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თქვენი სახელი. თუ კი თქვენ იყავით როკფელერების ოჯახიდან, თქვენ უკვე გთვლიდნენ გამოჩენილ ადამიანად. თუ იყავით General Motors-ის ხელმძღვანელი, თქვენი სტატუსი საკმარისი იყო თქვენს დასახასიათებლად. მთავარი იყო ის, თუ ვის იცნობდით და არა რა ოჯახიდან იყავი. 1970-იანების შუა წლებში თქვენ გქონდათ ალბათ კალკულატორი, იმ დროს ძალიან მაგარი იყო მოწინავე ტეტრისის კალკულატორის ქონა, რომელსაც შეეძლო ციფრების გამრავლება და კვადრატული ფესვების ამოყვანა. ეს იყო სიახლე და ყველა ვისაც ჰქონდა კალკულატორი ითვლებოდა ძალიან მოწინავე ადამიანად უოლ სტრიტზე.
ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები დაყვანილი იყო გამოთვლებამდე, ანუ ეს არ იყო არა მხოლოდ მათემატიკა, არამედ ის, რისი გათვლაც შესაძლებელი იყო. რეპუტაციას ვერ გამოთვლიდი, რას ნიშნავს შენი რეპუტაციის გაზომვა, მაგრამ ადამიანებს, როგორც იცით, მაგალითად როკფელერი, სჭირდებოდათ ისეთი ვიღაც, ვინც იტყოდა, რომ მეგობრებო, ჩვენ შევდივართ ახალ სამყაროში და კომპანიის პორტფელის მართვა უნდა გამხდარიყო დაბალანსებული, სტატისტიკაზე დაფუძნებული. მე შემომთავაზეს, ჯეფრი ხო ვერ შეძლებდი დირექტორთა საბჭოში მოსვლას შესაძლოა ფინანსური კომიტეტის წევრად. დევიდ როკფელერი და მე კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს და დევიდი მიამბობდა მსოფლიო პოლიტიკის შესახებ. ის მეუბნებოდა, ჯეფრი, ფული ყველაზე მთავარია. ადამიანებს არ ესმით ფული რა არის. თქვენ კი როგორც ჩანს გაქვთ ამ მიმართულებით ნიჭი. მან შექმნა ორგანიზაცია სამხრივი კომისია, ხმები დადიოდა თითქოს მის წევრებს შორის იყვნენ ილუმინატორები და ზოგადად მის გარშემო ბევრი საიდუმლო არსებობდა, რომ იქ შედიოდნენ ადამიანები, რომლებიც მართავდნენ მსოფლიოს. ესენი იყვნენ პოლიტიკოსები, მაგრამ დევიდმა თქვა, რომ ქვეყნების უმრავლესობაში პოლიტიკოსებს ირჩევენ 4 ან 8 წლით, შემდეგ კი ცვლიან ინგლისის სამეფო ოჯახისგან ან ახლო აღმოსავლეთის მონარქიებისგან განსხვავებით. ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილურობისთვის იყვნენ ბიზნესმენები, ამიტომ მან შექმნა ეს სამხრივი კომისია ბიზნესმენებისგან და პოლიტიკოსებისგან 3 ძირითადი კონტინენტიდან, ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპიდან და აზიიდან და როცა მკითხა, ხომ არ მინდოდა ამ კომისიაში შესვლა, მე ვიყავი 30 თუ 32 წლის, რა თქმა უნდა დავთანხმდი. მან მკითხა, გინდა განცხადების შევსება, რომ მათ ნახონ შენი ბიოგრაფია, მე გადავხედე წევრების სიას და იქ იყვნენ ბილ კლინტონი, ამერიკის ყველა დიდებული ლიდერი, აზიელები, იაპონიელები და მათი ბიოგრაფიები დეტალურად იყო აღწერილი. მითხრეს, მიმეწერა ის, რაც მინდოდა, რომ ჩემს თავზე მეთქვა. თქვენ კითხვას რომ დავუბრუნდე, იმ დროს მესმოდა, რომ ადამიანები ფულსა და ვალუტაში ძალიან კარგად ვერ ერკვეოდნენ, მაგრამ ეს მაინც ციფრებია. როგორ ფიქრობთ, ადამიანების უმრავლესობა, რომლებსაც ხვდებით სამხრივ კომისიაშიც კი, ლიდერების უმრავლესობა ფინანსურად და ეკონომიურად უცოდინრები არიან? პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობას ფინანსური განათლება არ აქვს. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ პოპულარულები და ამიტომ აირჩიეს, მაგალითად ზოგიერთ ქვეყანაში, ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში შესაძლოა ლიდერები სამხედროები ყოფილიყვნენ. ისინი იყვნენ გენერლები, შეიძლება დიჯეებიც ყოფილიყვნენ. ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ყოფილიყვნენ მსახიობებიც, მაგრამ ასეთ ადამიანებს არ აქვთ სპეციალური ცოდნა ფინანსურ დარგში, არ აქვთ ფინანსისტთა დიპლომები და ესაა პრობლემა. მათი ცოდნა ფინანსებში იმით შემოიფარგლება, რომ შეუძლიათ საკუთარი საბანკო ანგარიშების მართვა და საგადასახადო დეკლარაციების შევსება. ბევრი მსოფლიო ლიდერი, რომელიც ვერ ერკვევა ფინანსებში, ფუნდამენტურ შეცდომებს უშვებს, როდესაც საქმე ეხება ფულს, ქვეყნის ან ორგანიზაციის მასშტაბით. მაგალითს მოგიყვანთ, თქვენ ბატონო ბენონო, რომ გაგეკოთ, თქვენი აქტივები გასულ წელს გაიზარდა. თქვენ იტყოდით, რომ ეს კარგია, ხომ? მაგრამ მე გკითხავდით, რას ნიშნავს ეს თქვენთვის? მიპასუხებდით, რომ ალბათ მეტი ფული გამიჩნდება, გამდიდრდები. მე გეტყოდით, რომ კი, მაგრამ ვალი რომ გაზრდილიყო. თქვენ თავს როგორ იგრძნობდით, გაღარიბებულად თუ გამდიდრებულად? თქვენ მეტყოდით, არ მინდა რომ ჩემი ვალი იზრდებოდეს. ჩვენ რომ მივსულიყავით იმ კლინიკაში, სადაც ადამიანები საშინელ სიღატაკეში ცხოვრობენ, დაავადებულები, რას ეტყოდით მათ? ვისგან იღებენ ისინი ფულს? მესამე კლასის სექსუალური დამნაშავისგან, პირველი კლასის დამნაშავისგან. პირველი კლასი ყველაზე მაღალია, არა, ყველაზე დაბალია. მე ვარ ყველაზე დაბალი. კარგით, ყველაზე დაბალია, მაგრამ მაინც დამნაშავია. როგორ ფიქრობ, რას გეტყოდნენ, რომ მაინც აიღებენ ამ ფულს თავიანთი შვილებისთვის? დიახ, ფიქრობ იტყოდნენ, რომ აიღებდნენ მაინც ფულს თავიანთი შვილებისთვის. ისინი დათანხმდებოდნენ თვით ეშმაკსაც, რომ შეეთავაზებინა მათთვის ფული. თქვენ თავს ეშმაკად თვლით?